ხა უკან ხომბე. მე ძალიან მომწონს აი აღწევანებული ვარ. ნახეთ აი ხო. აი კვანცა. გთხოვდეთ რომ ეს მე ვარ. აი აი ვიცოდი და რაღაცას რომ იმალავდა და აი მეტი მომიყევი გოგო ვერასოდეს ვერ მივახციეთ დეას ნავსაყუდელს მე ლონდონში გინდა თუ თბილისში გინდა შევსვეტავ არ ვიცი ანუ ლონდონში ზუსტად საათნახევარი მიჭირდებოდა რომ მივსულიყავი და დამეხედა ცოცხალი იყო ეხლა თან გზაში ვარ და ვერასოდეს ვერ მივედი მე მოვიყავე Thank you very much Amadea მე გამარხო ან როგორც წინაზე ვთქვი საჭირო იყო ჩემი ძალიან გემრიელად დაპურება იმისთვის რომ მეპატიები ნამდვილი ხასაში ჩემთან მარიამი მზად არის კონტენტ კრეატორობს სივი დაუბრმავდი მარიამ მე პროსტავ სასწრაფო გამოდა დია მეხმარება რომ ჩემი ზარდილი ხნის არ გადაგებული და არ დადებული ლოგი დავასრულა. ხელი მიჭირავს. აქ ვზივარ სანამ არ დაამთავრებს. Yes. ეს მუსიკის მოძიება. ავრამ და მე თქვა შენთვის ის გავაკეთე. დღიურის წარმოებისთვის პოსტი გავაკეთე, ოღონ ჯერ არ დამიდია. ესეთი კარუსელი. Cool of Life-ის 5 კითხვა რა, ყოველდღიურად უნდა კითხა შენ თავს და როგორც ჟურნალის ან დღიურის წარმოება. მე დღეს რა გამიზიარო. მარიამს მოეწონა ჩემი პოსტი რომელიც ჯერ არ დამიდია და დავდებ ვიდეო დავდე მაგისი YouTube-ზე და ძალიან მოეწონა ბევრს დააპოსტად და დავდებ რომ შეინახონ უფრო მარტივად. მინდა აღნიშნოთ რომ ეს ფოტო არის უნიკალური. დავალოდოთ ახალ პოსტს დიასკენ. ორაკა გადაწერს. Lasha qocha. Go Kylie, go. You're doing amazing, sweetie. Komentari გავიკეთე. I love it. I'm ძალიან მომწონს. Edit ძალიან კაია, ძალიან მოგწონს. Edit super. ახლა ის ახალი ვიდეო პენსკოვები. ჩვენ საქმეებს რა შეეხება? ერთი ფიში ჩავცხარე. შენ აიც არ ამბობდა მე მეცით რომ გამოიწერეთ დეას არხი იმიტომ რომ ძალიან კარგი ვლოგები აქვს და ემას შეუყურებ ხოლმე ემას ქართული ვარიანტია სულ ამას აღნიშნავ ხოლმე ეხაც ვიტყვი ეგ ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის ახლა თამაში მიმდინარეობს პროფესიონალ დეასა და წლის აღმოჩენა კოტესთან ოღონ ჩოგბურთში. პირველ ჩაგდებას აკეთებს ისეც, აი, ახლა უყურეთ, აი, მაგალითად დეა იწყებს ახლა და შეხედეთ ახლა რანაირად. ოპა! პიკი საათში ვართ მოსულები, ესე იგი, აი, კაცში. თელ დარბაზში მარტო ესე ითამაშო. 3-1 მოუგო. დეა არის, არ ვიცი, ჩემპიონი. ახლა უყურეთ. თუ დაძალება მოგინდება მე თუ რამე ვეთქვი შენ გავამწერებსაც რომ დაგაძალონ და შეგახსენონ ხოლმე ერთ პერიოდს ხო გაქრა. აუ თან აი ხანდახან ამჭირს იმდენს წუწუნებ ხოლმე ვიდეოებში რომ წინა ვიდეო არის მარტო წუწუნი. და ანუ ამ ხალხს ისაც ამდენი პრობლემა აქვს. ახლა მე რომ გამოვეჩხირები კიდე და რაღაც ისულელებს წუწუნებ. მე შენი წუწუნის მოსმენად ქსიამოვნებს რა გინდა მეშუქნებს ხა. ამ ჩემი ახალი თმით არ უნახილა. ეს აქ შეიჭერე? აქ შევიჭერე. წინაზე არ გქონდა ეს? წინაზე შეკოლი მქონდა? შენ როდის გნახე? ერთი კვირის. დროები. დროები. That's what I think. I'm gonna climb that staircase and be in New York. არა იდეა შეიგეც კამარა. დეა წამოვიყვანეთ ჩვენი კლუბის Junkie Runners Club-ის ერთ-ერთ გასვლაზე და დეამ გაგოსწრო.
ორჯერ ჩვენზე მეტი ირმინა. ბევრი აღმას. ხო, შენ უკან მიდიხარ. ხარიჩვეული რა მინდია, იმიტომ რომ არც წვიმს არც მზეა, არც ქარია. ვართ ეგრეთ წოდებულ ლისის ქედის 1-ში, თუ ქვაბში. ათი! აისი! კარგია, ადე. აი ნახოთ ამჯერად მომეწონება თუ. აი კოფისნობები რო არის. არა და არ ვარ კოფისნობი, მართლა არ ვარ. ანუ ხსნად ყავასაც სულ დიდი სიამოვნებით, როცა არ მოგწონს? მაგრამ ერთი წამი. იქნებ შაქარიაკლია. მე უშაქროსავისა, შაქრიანს ვერ ვსვამ. კარგია. ბევრად უკეთესია ვიდრე წინა ჩვეულებრივი კაპუჩინო იყო. ეს მართლა კაია. მაყოფილი ხარ? მაყოფილი ვარ. მარიამი დაგვიბრუნდა საბერძნეთიდან. თან YouTube-ზეც დაგვიბრუნდა, არა მარტო საქართველოში. ეხლა რა გეგმები გაქვს? არ ვიცი, მგინდა რომ უფრო მეტად გავაშიარო რაღაცები. მივხვდი რომ my voice is important, ანუ რასაც ვლაპარაკობ ეგ ხალხისთვის ახლოს არის და საინტერესოა, რა ძალიან დიდი мотиваციაა ჩემთვის. და თან ძალიან მახარებს ამის კეთება და რატო არ უნდა ვაკეთო? კი, მოინატრე ხალხს, ანუ მე მიწერენ კომენტარებში, მარიამი ვიდეოებს რატო აღარ აკანო. ზოგადად საქმის კეთებას რა აფუჭებს, როცა ძალიან ბევრს ფიქრობ. ანუ მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ კაი, ეხლა საქმელი არაფერი არ მაქვს რა, ანუ რა უნდა მოვყვე. ან რა უნდა ჩავწერო. ხო და მე ხვდები რომ იცი რა არის, შეიძლება შენთვის რაღაცა არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, მაგრამ ვიღაცისთვის იყოს. ეგ არის ხოლმე, რაც ამ პერსპექტივას ატრიალებს. ამიტომაც ვცდილობ რომ ან ზედმეტად არაფერზე აღარ ვიფიქრო, არ გადავხარშო და გადავადუღო რაღაც იდეა რაც მაქვს, დავიჭირო და გავუსვა სამყაროსიან. აი რამდენჯერ მქონდა მასა, იცი რომ აი რაღაცა კარგი იდეა რომ მოგივა ვიდეოს, რა ამაზე უნდა გავაკეთო. იმ წელშივე თუ არ გავაკეთე, მე 1-2 ვიფიქრებ და არ ვარ და მე აღარ ვაკეთებ და მაქვს ნოუთებში. ზუსტად, ეხლა ეს ვიდეო თუში რაც დავდი ან თავიდან რომ დავამონტაჟე თუ რაღაც მეთქი no this is ანუ არავინ ამას 100 წელი არ უყურებს და ანუ ესე მქონდა გადახვეტილი უკვე რომ მეთქი ანუ ამას არ დავდებ. მაგრამ უცბად აი გუშინ ჩავხედი ახლა და მეთქი it's kind of interesting, let me finish it. და დავდა და კიდე გაი დავდა. ამიტომაც რამე თუ გინდათ და მოგივათ იდეა, ძალიან დიდი ხანი თავში არ გააჩეროთ, უცბად შეასხით ხორცი, თუნდაც არ იყოს perfect, გავუშვით სამყაროში. იმიტომ რომ you never know, რა დაგიბრუნდებათ. ესა fit check-ი გავაკეთოთ. მიდი გაიქეცი. Yes. ეს თმა ხო შევიჭერი. რან უხდება? მადლობა. და ვიღაც გოგოს ინსტაგრამში შემხვდა, რომელსაც აქვს წინამო. აი ესეთი, კარე კიდე უფრო მოკლე. აი რაღაცა ძალიან ესეთი ფრანგული, არ ვიცი კიდე უფრო დავიმოკლო და წინამო დავამატო თუ დავაყენო ჩემი სურვილები და წავიდე და შევირგო ეს კარე. იმიტომ რომ მივქარო ძალიან და მე რა გასდის. ან მე მგონია რომ თუ რამის გატესტვა გინდა ცხოვრებაში გატესტე. თუ გაგეზანა მე სულ დაგენონება უფრო მოკლეზე შეჭრა. დედაჩემი მეტყვის რა უთხრა შეიჭერიო, იმიტომ რომ დედაჩემს ოღონდ თმაშე, ანუ აი რომ გადავიპარსავ თქო რომ უთხრა გადაიპარსავ, აი ოღონდ მოკლედ შევიჭრა და ვეუბნები რომ არ მიხდება ეს ბიჭურო ჩეჭრელი თმა მქონია და იყო სრული კატასტროფა. დედაჩემს ეგრე მაკრატლის დამსდევს რა არის ამხელა გოგოს, ამხელა თვითონ არის არასერიოზულია და მართლით მაკრატლის დამსდევს. ეცა კარი არ გინდა მე დედა. აი მე ერთხელ სკოლაში რა ვსწავლობდი მაშინ, მე 10-11 კლასში ვიყავი და ყველა გოგოს თითი მე მგონი 1-2 გარდა რა 20 გოგოს ესე კარე ქონდა შეჭრილი. კარე ექსკურსიაზე გვაქვს გადაღებული ერთი ფოტო და ეს ჩამწკრივებული ვარ და ყველას კარე აქვს. ფოტოგრაფიული გეგონება. ხათი ერთის თავი ჩასეს. Copy paste არის ყველა. მე ორჯერ წავაგე ასე რა დავიხახურე გარეთ სკამზე ჯდომა. დღეს ფელდღეა მუშაობ საწოლიდან და კითხვის ნიშანიც აღარ გვია რა ფორმაცია ფელდღეა მიღებული. გაზმარვის დროს ვიდეო რო არის, ხო იცი რაღაცა ტოტების მტროვის ხმა რო ისმის. აიგრე ვიყავი დღეს. ძალიან კარგი თამაშობენ ესენი მე უფუჭებ. ყოჩაღდეა! თქვენ თავი თქვენ იყოთ და მოდი შემოგო. დილის 8 საათზე რო დავჭეთი, 6 საათია 20 წუთი. და ეხლა მოვჭი ყველაფერს. და ისე გავარდა მთელი დღე, რომ რამდენი რაღაც გაკეთება მინდოდა ვერაფერ მოვასწარე. და ვერ გავიგე გარეთ რა მინდია, იმიტომ რომ
ისეთი ქარია, რომ მეხუთე სართულზე ვარ და ანგრევს აქაურობას. წავიდე სარბენადლისზე თუ რა ვქნა დღეს არ ვიცი. ჯერ ჩამოვედი ხო ბიუროკრატიულ ჯოჯოხეთში ვიყავი. იქიდან რომ წამოვედი, ანუ HR-ს კი უთხარი და რაღაცა, მაგრამ ძალიან პანიკა აიწია, იმიტომ რომ დერეგისტრაცია გავაკეთე ქვეყნიდან და დაიქცა ყველაფერი. მაგის მოგვარებას მოვუნდი რამდენიმე დღე, მერე შვედეთის ვიზის ამბები, რომ ჯერ ის ვიზა არ გაგზავნილა, თუ არ მისულია დევიც უნდა მივიდეს ვიზის ბარათი თვითონ. ეგ ცალკე, ანუ ეს საგადასახადო სისტემებში დარეგისტრირება, სამართების ცვლა, თან ხომ მუშაობ პარალელურად. დასასვენებლად არ ვარ ჩამოსული, ანუ ჩემი ეხლანდელი კონტრაქტი ეს პოსტდოკის რაც მაქვს ივნისის ბოლომდე მუშაობ ოფიციალურად მან და ახალ პოსტდოქტორანტურას ვიწყებ ივლისიდან. ეს ძველი პოსტდოკი ხო დასამთავრებელი მაქვს, ახალი პოსტდოკის რაღაცებისთვის მომზადება უნდა დავიწყო უკვე, იმიტომ რომ ეხლა ფრანკფურტში მაქვს შეხვედრა 26-ში, ჩემი მომავალი სამსახურის და კონსორციუმის. 21 მაისია, 25-ში, 26-ში დილით უკვე მივფრინავ ფრანკფურტში 2 დღე მანდ ვიქნები, მერე მივდივარ იქიდან პირდაპირ სტოკჰოლმში. და თავიდან სტოკჰოლმშიც ერთი კვირა სასტუმროში უნდა დავჩენილიყავი, იმიტომ რომ ის სახლი რაც გვაქვს ნაქირავები მე და დევიც ივნისის დასაწყისიდან მქონდა, მაგრამ გადმოვაწევინეთ ეს ჩვენი კონტრაქტი და პირდაპირ მაგ სახლში მივალ, ასე რომ აღარ მოგვიწევს კიდე სასტუმროში გაჩერება და რაღაც. დევიდი სხვაგან არის ეხა და ეგ გადადის სავარაუდოდ ორშაბათს. მე სამშაბათს ღამე ჩავდივარ და როგორც იქნა ჩემ ქმარს ვნახავ წელს. მოკლედ ჯერ არაფერი მოგვარებული არ არის. ყველაზე ცუდი ეგ არის, რომ ამდენს ნერვიულობ, ამდენს განვიცდი ერთი დღეში ალბათ 3-4 ჯერ ვტირი. ყველას ამდენი დარდი აქვს და ეხლა მე კიდე აღარ დაგიმატებთ ჩემს first world პრობლემებს. ნატი არაფერი არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში. რომ ჩავალ ეხლა შვედეთში. 2 კვირა ვიქნები, დავლაგდები ამ ყუთებს, ეს ჩემი ყუთები რაც ჩასულია, ჩასულით ჩავიდა, მაგრამ რამდენი რაღაცა დაილეცა იმ ყუთებში. არ ვიცით ჯერ, დევიც არ ამოვლაგებია, იმიტომ რომ სადაც ეგ ცხოვრობს ეხლა არის რაღაცა ამხელა ოთახი. 2 კვადრატული მეტრი და უბრალოდ ეს ყუთები უწყია, იმიტომ რომ რა ამოვალაგოს საწაიღოს ეს რაღაცები და ამ ყუთებს გადაიტანეს იმ ახალ სახლში. მე 2 კვირაში კონფერენციაზე მივდივარ და მაგ კონფერენციაზე მაინც დავისვენებ მეთქი. მაგრამ ვერ დავისვენებ, იმიტომ რომ ერთი დღით ადრეც არ ჩავდივარ, მაშინვე მოვდივარ, ბოლო დღეს საერთოდ ვტოვებ. საკმაოდ რთული მისადგომი ადგილია, სან-მალო ქვია ქალაქს, რომელიც არის პარიზიდან სადღაც 3 საათის მოშორებით, მაგრამ მატარებელიც ისე ხშირად არ დადის, ანუ ჯერ საფრანგეთში პარიზში უნდა ჩაფრინდე და მე იქიდან კიდე მატარებელი და მე მგონი გზაში ვიქნები სადღაც 18-20 საათი, რომ იქ ჩავახციო. თან დამიდასტურეს მოხსენება და ეგ პრეზენტაციაც გასამზადებელი მაქვს, 2 პრეზენტაცია მაქვს ივნისში. ხო და ეგენიც მოსამზადებელი მაქვს პლუს პროექტები და სამთავრობელი რაღაცა და ძალიან ცოტა დამაკლდა დღეს რა ჩავსულიყავ და კიდევ უფრო არ დამემოკლებინა ეს ჩემი კარე. მაგრამ ლაშას რო გავგზავნე ფოტოები, ესე მითხრა რომ დაიძინეო და გადაგივლისო და კაი მეთქი მართალი ხარ. I just need a hug. კიდე ერთი mental breakdown-ი რაზე მქონდა, ეხა გეტყვით. არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არ მგონია 2 თუ 3 ვიდეოს წინ ერთ-ერთ ვიდეოში გაჩვენეთ ჩემი ახალი ზამშის ტყავის ქურთუკი, რომელიც ვიყიდე და ძალიან მომწონდა. ამდენი ხანია მინდოდა ეს ზამშის ქურთუკი, ჭკუაზე არ ვიყავი, ისე მომწონდა. ერთადერთხელ მეცვა. ერთადერთხელ კონფერენციაზე რო ვიყავი დელფტში მაშინ და მომწეს name tag-ი, რომელსაც აი ესე რომ ესე მივიკარი პირდაპირ მეორე დღეს არ დავუკვირდი, იმიტომ რომ ესეთი მისაწებებელი თაგები, რასაც გირიგებენ ხოლმე ყველა ტანსაცმელზე, რადგან არ უნდა მიიკრას, სუძრება ძალიან მარტივად და მეკარგება ხოლმე. ვიღაცას ველაპარაკებოდი და არ დავუკვირდი, არ გამიხდია ქურთუკი, ისე მივიკარი. წამოსვლისას შევატყვე, რომ ძლივს ავიძრე და წებო გადავიდა. ესე 4 კუთხედად ქონდა დარჩენილი ეს ჩემი name tag-ი. ჯერ რომ დავინახე ხო ცუდად გავხდი, კიდე ღამეს ზამში ხო ძალიან პრობლემატური მატერია, რაღაცა თუ დაემართა ზამს, ხო ვერაფერს ვეღარ უშველი. ChatGPT-ს ვკითხე რა ვქნა, რაღაც გავყინე, საყინულეში შევაგდე, ყველაფერი ვცადე, ვერ გავაცალე. ჩამოვიტანე, რომ საქართველოში ქიმწმენდაში მივიტან მეთქი. გვანცამას ზამშის საწმენდით რაღაცა თავისით სადა კი გაიწმინდა და ეს წებო გაეცალა, მაგრამ კვალი მაინც ეტყობოდა დიდი 4 კუთხედი ქონდა ესე გულზე. წავიღეთ ქიმწმენდაში და ვუთხარი დედაჩემსაც, რომ მეთქი თუ ვერ გაწმენდენ, თუ არ გაეცლება ეს კვალი, მაშინ აღარ გაწმინდონ ზედმეტად, ესე იგი ტყავი გააძრეს ქურთუკს, ანუ სახლში რომ მოვიტანე. იმდენი, აი სადარბაზოში რომ შემოვედი მესამე სართულიდან ხმამაღლა ვტიროდი. მართალია მარტო ქურთუკზე არ ვტიროდი და აი აქამდე მქონდა ამოსხმული ყველაფერი და ეს ბოლო წვეთი იყო მართლა, მაგრამ ეს ქურთუკი ჩვეულებრივ დავიტირე, რასაც ქვია, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, ფენები ხო აქ ამტყავს, ალბათ ერთი 10-დან 9 ფენა გამძვრალი აქვს. ისე არის გახეხილი. ამას გარდა ის კვალი ისე ვისი ატყვია, როგორც ქონდა.
ანუ იმას არაფერი არ ეშველა იმ ლაქას თუ რაც არის მთელი ქურთუკი გაფუჭდა ანუ იმას ისე მაინც ჩავიცმევდი რაღაცა შარფს გავუკეთებდი ან ჩანთასაც რო დაიკიდებდი დიდად არ ეტყობოდა რა ჩაიცმევდა მაინც და ესე საერთოდ გაფუჭებულია მთელი ახალი ქურთუკი რომელიც მეც ერთხელ ვინც მიცნობს ყველა მიცის რომ ძალიან კარგი ხმარება ვიცი ანუ წლები მიძლებს ტანსაცმელი ერთ რაღაცას რო ვიყიდი ან აი მეორადებშიც რომ მიყიდია ისევ ხმარობ რომ არაფერი არ ეტყობა წლების განმავლობაში ერთხელ ჩაცმული ნამდვილი ტყავის ქურთუკი როგორ გავაფუჭე მართლა არ ვიცი გავანადგურე და ისე მომეშალა ნერვები ხა ხო არაფერი ქურთუკია ხო აი ჩემი ჭირიც წაუყრია მაგრამ 1-2 საათი ვბღავდი მე მგონი სახლში მარტო ცალკე დედა ჩემი ვანერვიული ამასაც ხო გული გავუხეთქე ისე დამწყდა გული ესეთ ამბავში ვიყავი ანუ აი უკვე გადამეკეტა თქვენ როგორ ახერთ რა შევით ამას დევიდისთვის ვინახავთ ამ ჭყიალები აქვს ესეთი შპალერი მინდა ჩემს ახალ სახლში რა სილამაზე თვალებს არ უჯარებ ისეთი სილამაზეა წამოსვლის წინ დამაჯილდოვა გუშინ კბილი გაკრა ცუგო მიკბიჩა ისე საყოველთ მიკბიჩა ისე და აცრილი ბრძანდება ამიტომ ღვინოს ვერ დააგემოვნებს დიახ როგორია მოგწონა ძალიან გემრიელია შიტევის ტაკტიკი. ხალხი რო არ არის მენანება. სათხართ ხალხი უკეთესად გია. ტუტორიალს უყურებ და მე მეც გავაკეთე და შემიფასე. ქართული წარმოება ქართული ხორბალია ორი. დიდი მადლობა. ეს არის საფერავის ღვინოში გამომცხვარი ხაჭაპური. მოგეთ ამ ტერიტორიაზე არის რამდენიმე ტიპის სახლი. თავადების, აზნაურების, კახელების, მოურავის, დიდარი გლეხის და ღარიბი გლეხის. და ჩვენ ვართ აზნაურების სახლში. მარტო ზუსტად ისფერია წამო ჩუკი მე ბარე მაცრილი ვარ და თუ გინდა მიკბიჩე ეს ის ქურთუკია რასაც კუთხედი რო ატყვია და რო გამოვიტირე მაგრამ სხვა ქურთუკი არ მქონდა და წამოვიღე არ ეტყობა და ჩაიცვას ხოლმე მართლა ძალიან ფერიც და ფორმაც ძალიან არ გინდა მახალი ჩავიქნიე მელოდიანი სტილი ხა მე დატოსტერებულიც და არის ყველაფრით ზღოდი მოგვიტანეს გასასინჯად და ჩვენ უკვე ჩიზკეიკი დავამთავრეთ რა პრობლემაა? რა პრობლემაა? ვერ გავიგე.
ეს cheesecake-იანი ჩანგალი აიღე? კი. რა პრობლემაა? მე რა მარილიანი არა, კაი, მე მიყვარს. სვანურ მარილს ვაყრი ყველაფერს, სანამ გავსინჯავი თამდა. რომელი ავიღო? ეს. ეს რომ მივიდგა. ძალიან უხდება cheesecake. ან cheesecake ჯობია თუ ეს არ ვიცი. გამithana დაგვეწყო. ან ჩვენ 6-ზე ჩამოვდივართ საოცმეზე ხა? შენც როზე გიგვიძება? ღამის 4-ზე მეყვიძება. რატო? რაშია შფოთვალი? არა, ეხა აქ გაგუდურს დაიძინოთ ჩემი არის. ისეთი რბილი საწოლია, რომ აი შენი ხმა არ გამიგო ღამის 4-ზე. ახლა შეგვიფრუთონ. ღამის 4-ზე თუ მოგინდა. ის საფეთქით წაიდეს თორე რაღაცაში შეგიფრუთოთ. cheesecake-ს. არა, მწვად მოდაგა.